მოგესალმებით მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მე ვარ ნინო მაჩაიძე, სერტიფიცირებული ტაროლოგი, ვალენტინა ბარბაქადის საერთაშორისო სკოლა ტარო მისნების გარეშე ერთ-ერთი კურსი დამთავრებული. დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა. მაღალი ძალების გეგმები. რა გეგმები აქვთ მაღალ ძალებს თქვენზე, თქვენს ცხოვრებაზე, ნახოთ. მაღალი ძალების გეგმები თქვენზე, თქვენს ცხოვრებაზე, რა გეგმები აქვთ? ძალიან კარგი გეგმები აქვთ. თქვენ შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვას, იმის გაკეთებას, რაც თქვენ გსურთ. ანუ თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ჭკვიანი ქალი ხართ და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, აი თქვენი ცხოვრებისთვის აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი ცხოვრების მართვა, ის რაც არის თქვენი მიზნები, გეგმები და ოცნებები, აი აკეთებთ ამისთვის ყველაფერს, გეგმავთ, იცით რა როგორ უნდა გააკეთოთ. აი წინასწარ ჭვრეტთ თქვენს მომავალს, რა როგორ უნდა გააკეთოთ და თქვენ ამას შეძლებთ. ანუ აი ეს ბედნიერი მომავალი, რაც გაქვთ თქვენ დაგეგმილი, აი იმ ყველაფრის მართვას თქვენ შეძლებთ. ასევე და აი თქვენ თუ ურთიერთობასთან დაკავშირებით გექნებათ ახალი დასაწყისი ურთიერთობაში, ახალი გაცნობა და ახალი კარგი დასაწყისი თქვენს პირად ურთიერთობაში. თქვენ კიდევ უფრო მეტად გამოანათებთ და აი თქვენს საქმეში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, უფრო მეტად გამოჩნდებით, ასე ვთქვათ, აი ვარსკვლავებით გამოანათებთ. თუ ფინანსებთან დაკავშირებით გქონდათ რაიმე პრობლემები, ანუ არ გაკმაყოფილებდათ და ასე ვთქვათ, თავს ვერ უყრიდით ამ ფინანსებს, აი და აი ცდილობდით, რომ აი ამ ფინანსური მდგომარეობის მოგვარებას და აი უკვე აღარ იცოდით რა გაგეკეთებინათ და გინდოდათ აი ამ ყველაფრისგან გაქცევა და ამ ყველაფრის დასრულება, ანუ გინდოდათ აი გამოსვლა რთული მომენტებიდან და წასვლა ბედნიერ ნათელ მომავალში და აი სამყარო გიხსნით ახალ მომავალს, ახალ ეტაპს, აი ის რაზეც თქვენ ოცნებობდით თქვენს მიზნებზე, აი ეს ყველაფერი ამ ყველაფერს მიიღებთ, სამყარო მოგცემთ ამის შესაძლებლობას. სიყვარულთან დაკავშირებით თუ გქონდათ მძიმე მომენტები, თქვენ პარტნიორთან დაკავშირებით, აი აქ ახლიდან დაიწყება თქვენი ურთიერთობა. თქვენი ბედი, ანუ ის აქ თქვენი ბედი შეიცვლება თუნდაც პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, თუ ძალიან ბევრს ფიქრობდით უკვე და აღარ იცოდით რა შეიძლებოდა მომხდარიყო და მხოლოდ აი ოცნებად, აი მართლა იჯექით და ოცნებობდით, რომ რაღაცა შეცვლილიყო თქვენს პირად ურთიერთობაში და ზოგადად თქვენს ცხოვრებაში აქ სრულად იცვლება თქვენი მდგომარეობა და აი ეს რთული მომენტები და ასე ვთქვათ, ცივი დღეები დასრულდება და მზე გამოანათებს და ისევ გაფერადდება ეს თქვენი მდგომარეობა, თქვენი ცხოვრება და თქვენ გაიმარჯვებთ აი იმ რთულ მომენტებზე, რაც გამოიარეთ. აქ შესაძლოა ბევრმა ძალიან რთული მომენტები გამოიარა, გაუძლო ამ ყველაფერს და ყველაფრის მიუხედავად მაინც წინ მიდიოდა და თქვენ აქ გაიმარჯვებთ, თქვენ ხართ გამარჯვებული და შეძლებთ ყველაფრის მართვას თქვენი ცხოვრების. და მეორე ვარიანტი პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, თქვენი, ანუ მამაკაცი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, იმაზე ვისაც ასე ვთქვათ, ფიქრობდით და ოცნებობდით, აი აქ სრულად შეიცვლება ყველაფერი. ძალიან დიდი გარდასახვა მოხდება თქვენს ცხოვრებაში.
სრულიად შეიცვლება, როგორიც იყო თქვენი ცხოვრება, ისეთი აღარ იქნება და სრულიად გადასხვაფერდება. ძალიან რთული პერიოდები გამოიარეთ თქვენ, ტრანსფორმაციული პერიოდები, რომელიც იყო საკმაოდ რთული, მაგრამ თქვენ ამას გაუძელით. აქ სულიერად უფრო მეტად განვითარდით, აქ შესაძლოა რაღაც პრაქტიკებს ატარებდით, თუნდაც მედიტაციებს აკეთებდით და სხვადასხვა პრაქტიკებს გადიოდით და თქვენ შეძელით ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ამ ტრანსფორმაციული პერიოდის გაძლება და თქვენ აქ ყველაფერს მოახერხებთ. თქვენს ხელში იქნება ყველაფერი და თქვენ ყველაფერს შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვას. აი აქ ის დაბრკოლებები, ბარიერები, რაც გიქმნიდათ თქვენ წინაღობას და წინ ვერ მიდიოდით, აქ შეძლებთ აი თქვენი მომავლის უკეთ დანახვას, რადგან ეს დაბრკოლებები გაიხსნება, ასე ვთქვათ, ეს გზა და გამოჩნდება თქვენი მომავალი. და აქ იქნებით ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს ემოციურად და თუნდაც პირადი ურთიერთობის საკითხში, ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსურად, აი თუ არ გქონდათ ისეთი მდგომარეობა, კარგი მდგომარეობა არ გქონდათ ფინანსურად და არ გყოფნიდათ, აქ თქვენ ძალიან მყარად დადგებით ფინანსურად ფეხზე და ასევე მეორე ვარიანტი პირად ურთიერთობაში. აქ თქვენ და თქვენი პარტნიორი, თუ გაქვთ ისეთი მომენტი, რომ არ ხართ ახლა ერთად დაშორებული ხართ ან რაღაცა პაუზა გაქვთ, აქ ისევ შეერთდებით, ასე ვთქვათ, ისევ გაერთიანდებით და მოხდება თქვენი ურთიერთობის განახლება. აი აქ თქვენი პარტნიორი გაიზრდება და ისე დაბრუნდება თქვენთან, ნახეთ, პატარა ბიჭიდან გადაიქცევა უკვე დიდ სერიოზულ მამაკაცად, თუ სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამდა და არ იქცეოდა, არ მოქმედებდა ეს ადამიანი, ახლა უკვე სერიოზულად მოიქცევდა, ასე გაიზრდება და აი ისე მოვა თქვენთან მისი გრძნობით და ძალიან დიდი გრძნობით. აქ ძალიან დიდი გრძნობაა თქვენ შორის, დიდი მონატრებაც არის, ძალიან დიდი სურვილი ერთად ყოფნის და აი თქვენი მამაკაცი გამოჩნდება თქვენთან და ეს გამოჩენა იქნება საკმაოდ ისეთი გაგიხარდებათ, რა თქმა უნდა, და თქვენ შორის იქნება ძალიან კარგი, ძალიან დიდი გრძნობები, ცეცხლოვანი და ვნებიანი. აი აქ განახლდებით თქვენი ცხოვრებაც განახლდება, თქვენი შედეგი იქნებით კმაყოფილი. აი განახლებული ენერგიებით შეუდგებით თქვენს ცხოვრებას, თქვენს ახალ ცხოვრებას და აი აქ უკვე მიდიხართ თქვენი მიზნებისკენ. თქვენი დანიშნულებისკენ, ის რაც გაქვთ თქვენი მიზნად დასახული, აი იმისკენ მიდიხართ. ამაში გეხმარება თქვენი მიღებული გამოცდილება და აი აქ თქვენი ცოდნაც უფრო წინ და წინ წავა ის ცოდნა, რაც თქვენ გაქვთ, ან შესაძლოა თქვენში გაიხსნება ძალიან დიდი ცოდნა, რაც არის დაფარული. ვისაც უკვე გახსნილი აქვს ეს ცოდნა და თავისი პირადი დანიშნულება, მაგალითად იცის რა არის თავისი პირადი დანიშნულება, ეს თავისი ცოდნით წინ და წინ წავა. აი ბედნიერება, სიხარული, კმაყოფილება, ბედნიერება გელოდებათ წინ, ძალიან დიდი სიხარული, კმაყოფილება და თქვენ შეძლებთ ყველაფრის მართვას, აი ის რაც დაგეგმილი გაქვთ თქვენ, რაც უნდა გააკეთოთ, იმ ყველაფრის განხორციელებას შეძლებთ. და ეგ ის რაზეც თქვენ ოცნებობდით, რაც გინდოდათ რომ მომხდარიყო, ეგ დაგეხმარებიან მაღალი ძალები, დაგეხმარებათ აუცილებლად და თქვენი ცხოვრება შეიცვლება, ის რისთვისაც თქვენ ამდენს იბრძოდით, ამდენს შრომობდით, აი გამოხვალთ იმ
დეპრესიული მდგომარეობიდან, ძალიან გაწუხებდა თუნდაც ფინანსური მდგომარეობა, თუნდაც პირადი ურთიერთობა, ზოგადად თქვენი ცხოვრებისეული საკითხები, აი ამ მდგომარეობიდან გამოხვალთ და ყველაფერი შეიცვლება, რადგან აქ ძალიან დიდ დახმარებას მიიღებთ და ახალი ცვლილებები წამოვა თქვენი ჩამოკიდებული მდგომარეობა, რომ არაფერი არ იცვლებოდა და ვერ ხვდებოდით რა უნდა გაგეკეთებინათ, ძალიან დიდ ძალისხმევას დებდით და ყველა წინააღმდეგობას უძლებდით, აი ეს ყველაფერი შეიცვლება, ფინანსურად ძალიან კარგი მდგომარეობა გექნებათ და აი აქ მაღალი ძალები კიდევ გეუბნებიან, რომ თქვენთან არიან, იმუშავებთ ძალიან ბევრს, მაგრამ ძალიან კარგ შემოსავალსაც მიიღებთ, აი აქ ბედნიერად იგრძნობთ თავს. თქვენ მამაკაცთან ერთად, რომელიც შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ან ბრუნდება, ვის რა სიტუაცია გაქვთ და აი აქ მოკლედ წინსვლა და ბედნიერება გელოდებათ, როგორც ფინანსურ საკითხში, ასევე თქვენს ემოციურ მდგომარეობაში და აი აქ თქვენი მიზნისკენ მიდიხართ. და მიაღწევთ იმას, რაც თქვენ გსურთ, ყველა დაბრკოლება იხსნება, გზები გეხსნებათ, მიდიხართ წინ და წინ თქვენი მიზნებისკენ და თქვენი ოცნებებისკენ, როგორც ფინანსურ საკითხში, ასევე სიყვარულში, ასე რომ მაღალ ძალებს ძალიან კარგი გეგმები აქვს თქვენზე და თქვენს ცხოვრებაზე.